მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა მახათის სიბერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩატარდა. წირვას პრემიერი, პრეზიდენტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი აბაზაძე კი ამბობთ. ეროვნულ დღესასწაულად ქცეულ 12 მაისს სასობით მორწმუნე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში წირვაზე დილიდან შეიკრიბა. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სინოდის წევრებთან ერთად უძღვებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ღრმა იესოთი, მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე. სადღესასწაულო წირვას პრემიერი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით იქცა ეროვნულ დღესასწაულად ღვთისმშობლის წილხვდომობის დღე. ამით ხელისუფლებამ დღესასწაულს რელიგიური გარდა კულტურული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიანიჭა. ღვთისმშობელი ქართველი მართლმადიდებლებისთვის ურყევის ასუების, ანუ იმედის სიმბოლოა. ამიტომ დღესასწაულს იმედის დღედაც მოიხსენიებენ. სიმბოლურია, რომ დღეს აღნიშნავთ მახათას ტაძარში, რომელიც არის სწორედ ღვთისმშობელის სახელზე აშენებული და ამასთან ერთად არის სიმბოლო ერთიანობის. ჩემთვისაც უდიდესი დღესასწაულია, განსაკუთრებით ორმაგი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ჩემს შვილიშვილს ანდრია ქვია, სულით დაქულით ყველას გილოცავთ. ანდრია პირველწოდებულის შემოგზანება საქართველოში და ფაქტობრივად ჩვენი ქრისტიანობაც აქედან იწყება და ეს ტაძარი, რასაც ნიშნავს კიდე საერთოდ უზურპასესია ჩვენთვის, იმიტომ რომ აქ ველოდებით ყველა ღვთისმშობელს და ველოდებით უფალს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ეროვნულ პროექტად და სამების შემდეგ ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტად მოიხსენიება და მის მშენებლობაში 100.000 მოქალაქეს აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს სპეციალური ჯილდო ოქროს ჯვარი გადაეცა. ეს ჯვარი განსაკუთრებულია ჩემთვის, ვინაიდან ის არის ასლი ჯვრისა, რომელიც ამ ტაძარს ამშვენებს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ამდენ საქმეს აკეთებს, როგორც რწმენის, ისე კულტურის, განათლების, ქრისტიანული განათლების შემოსატანად. რაღაც ბუნებრივი წარმონაქმნია ეს, მიუხედავად არქიტექტურის შედევრალურობისა. თითქოს რაღაც ნაშენებიც არ არის, თითქოს მართლა თეთრი გედივი დამოვარდაო გურამჩეულიშვილს რო აქვს. ალავერძე ოღონდ ნათქვამ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ 12 მაისის სინოდის გადაწყვეტილებით იმ ღვაწლის გასაცნობიერებლად დაწესდა, რომელიც დედაღვთისას ქვეყნის ისტორიაში აქვს. პირველ საუკუნეში მოციქული ანდრია სწორედ მან გამოგზავნა საქართველოში ქრისტიანობის საკადაგებლად. ამის აღსანიშნავად წლებია მორწმუნეები იმ ისტორიულ ადგილებს მოივლიან ლოცვით, რომელიც მოციქულის გზას უკავშირდება.